გამარჯობა ძვირფასო მოგებლებო. დღეს არის 1 მაისი და მორიგი გადაცემა გორის სათბურებიდან. აქ ჩვენ გვაქვს 3 გექტარი, გვაქვს დარგული 10 სხვადასხვა გიბრიდი და გეგმიურად ეს პროდუქცია არის გათვალისწინებული ექსპორტისთვის. რაც დარჩება უკვე შიდა ბაზარზე, ეს გაიყიდება ჯიბეს ქსელის მეშვეობით. პრაქტიკულად ჩვენ ვაჩვენებთ როგორ მიდის ვეგეტაციის პროცესი, როგორ მიმდინარეობს პრაქტიკულად ყოველ კვირა ჩვენ ვიღებთ გადაცემებს და თქვენ გაქვთ საშუალება რომ მონიტორინგი გააკეთოთ, სულ 0-დან როგორც ჩვენ დავიწყეთ და ყოველ კვირაში რა შედეგს ჩვენ ვღებულობთ. მე ხო ვდგევარ ერთი და იგივე ადგილზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩემს უკან ნახოთ როგორ ვითარდება მცენარე, ამიტომ ერთი და იგივე წერტილი ჩვენ გვაქვს არჩეული, რომ თქვენ გააკეთოთ შედარება დროის მიხედვით რა ხდება. ძალიან ბევრი კითხვები მოდის ჩვენთან და თქვენ გაინტერესებთ რა პროდუქციას ჩვენ ვაძლევთ, ყვავილობაში რას ვაძლევთ. მინდა გითხრათ, აქ ძალიან ბევრი პრეპარატები ჩვენ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ყველა იყოს ბიო პრეპარატები, როგორც ძირითადად ეს დაცვისთვის, იმიტომ ჩვენ გვეშინიათ უტა აბსოლუტას და ფრთათეთრას და რას ვიყენებთ? ბიო პრეპარატები, ეს ბაქტერიული პრეპარატები, რასაც ეხება კვებას, ფესვებში ჩვენ ვაძლევთ ჩვეულებრივი წყალში ხსნადი სასუქები, მაგრამ ფოთლიდან ჩვენ კიდევ ვამატებთ ეგრეთ წოდებული დანამატებს. მათ შორის ჩვენ ვაძლევთ სილიციუმს, ეს თხევადი სილიციუმი, რომ მცენარისთვის ეს ძალიან კარგი ეფექტი აძლევს. ახლა ჩვენ ვაპირებთ კიდე კალციუმის დამატება, იმიტომ რომ აღმოაჩინეთ რომ არის პატარა სინაპლის ნიშნები, რომელიც არის კალციუმის ნაკლებობიდან გამომდინარე. ეხლა რატო შეიქმნა კალციუმის ნაკლებობა? იყო ოდნავ ცივი ამინდები, ცოტა ციოდა და შეიძლება ეს გამოიწვია რომ ფესვები ვერ მიიღეს იმდენი კალციუმი, რასაც ჩვენ ვაწვდით. ამიტომ ეხლა ვამატებთ რომ შევავსოთ ეს კალციუმის ნაკლებობა. კიდევ ვაპირებთ ფოთლოვანი კვებით კალციუმის მიცემა, ესეც დაეხმარება მცენარეს. კიდე საინტერესო პროდუქტი ჩვენ ვაძლევთ კოლოიდური ვერცხლი. ეს კოლოიდური ვერცხლი ჩვენ ვაძლევთ 3 კვირაში ერთხელ. ესეც აძლევს მცენარეს განვითარების ხასიათი, მცენარე კარგად იტანს სტრესებს, კარგი ყვავილობა აქვს და უწყობს ხელს. სადღაც ჩვენ დავიწყეთ ახლა ამ დღეებში გუმატების მიცემა ფესვებში, მინიმალური ნორმით, იმიტომ რომ გუმატებიც ეხმარებიან მცენარეს აითვისონ ყველა მინერალებს, რასაც ჩვენ ვაძლევთ ფესვა სისტემაში. გუმატებს მივცემთ ფოთლოვანი კვებაშიც. და კიდე ახლა პატარა ანონსი მინდა გავაკეთოთ, ჩვენ ფოთლა მივცემთ სოკოების კონსორციუმი, იქნება 3 ოჯახის სოკოები, რომლებიც დასახლდებიან ფოთლზე, იმიტომ რომ აქ ისეთი კლიმატური პირობები არის სათბურში, რომ ფოთლზე შეიძლება დავკვირდნენ და გააგრძელონ ცხოვრება იქ სოკოები. ეს არის სოკო ანტაგონისტი, ის კი არ კლავს პათოგენებს, იგივე ჭააქი, ნაცარი, სხვა სოკოვანი დავადება, მაგრამ იკავებს ადგილს და უკვე არ უშვებს ამ პათოგენებს, რომ დასახლდნენ ფოთლზე. ამით ჩვენ კონტროლს ვაკეთებთ იგი დავადებებზე. თქვენ უკვე კარგად ხედავთ, როგორ ვითარდება მცენარეები, ნაყოფიც როგორ ვითარდება. აქ არის სხვადასხვა, როგორც გითხარით, გიბრიდები, ჩილიდან დაწყებული, ბიფებით დამთავრებული, დიდი სუფრის გიბრიდები ჩვენ გვაქვს აქ და პრინციპში სიტუაცია ძალიან კარგია. შეხედოთ, როგორ გავითარდება ეგ სიტუაცია მომავალში.